ფართო სპექტრი აქვს საქმიანობის, ანუ არა მხოლოდ მუსიკას წერს. მოგვიყვებით ბატონებთან თქვენს შემოქმედებაზე რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ, რა პირობებში აკეთებთ, სად აკეთებთ და ასე შემდეგ. ეხლა მე მგონი ვერაფერს ვერ ვაკეთებ საერთოდ მუსიკოსები, იმიტომ რომ ისეთი მდგომარეობაა, ყველას მოგეხსენებათ, აკრძალულია აფინანსება, აკრძალულია ყველანაირი გრანტი, ან თუ გინდა რომ გრანტი მიიღო, უნდა ფეხრთხმით მიხოხდე და ესეთი იმათიან და ამათიანად არის დაყოფილი საზოგადოება მოგეხსენება და სხვა მხრივ, კი ჩემი შემოქმედება ისევე პროტესტით არის, პროტესტზეა გადასული რა, რაც ცხოვრებაში ხდება, ის პოულობს მუსიკაში ასახავსაც რა. თორე სხვანაირად შეუძლებელია დალხენილი ცხოვრებით იცხოვრო, როცა შენს თანა მებრძოლს, მეგობარს, ქვეყნისთვის გულანთებულ ადამიანს ქუჩაში ცემენ, ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ კომპოზიტორებს, რეჟისორებს, დრამატურგებს, მსახიობებს, რა ვიცი მე, უბრალოდ მოქალაქეებს და ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს. კი ბატონო, ქვეყნის სიყვარულისთვის. კი ბატონო. ხო, არა, ტროტუარზე დგომის გამო რომ შეიძლება ციხეში მოხდე, ეგ არის, არ ვიცი. ადამიანის უფლებების, ბუნებრივი უფლებების დარღვევა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების საერთოდ ეგეთი მცნება ქვეყანაში არ არსებობს. ალბათ მაგას ნიშნავს რა. აღარ არსებობს. კი ბატონო. ასე რომ ესე მოკლედ მომიწია იმის თქმა, რომ უბრალოდ არაფრის გაკეთება არ არის შესაძლებელი რა, ამ ვითარებაში. კი ბატონო. სამწუხაროა. მივდიოდით წინ და აღმოჩნდით უკან. ზუსტად. არა, თუმცა რაღაცები ესე მაინც კეთდება ალბათ, უბრალოდ ძალიან რთულია რა, ესე კეთება რა, რაღაცის, როდესაც სიტყვაზე ხა ჩვენ ორგანიზაციას, მუსიკოსთა პროფესიულ კავშირს უბრალოდ უარი გვაქვს ნარკვევი ყოველნებისმიერ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სამინისტროებთან, მერიასთან, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასთან, იმიტომ რომ სანამ ეს ბავშვები ციხეში ზიან რაღაც პროტესტის გამო, სულ რომ ბევრად არამშვიდობიანი ყოფილიყო მათი მხრიდან, მათ რაზეა ბევრად რადიკალური რომ ყოფილიყო ეს ციხეში ამდენი ხანი ბავშვების დამტყდება, უბრალოდ რაღაც სხვანაირი ბოროტება არის რა კიდე და გარდა ამისა, რა ვიცი, ხა ნებისმიერ ჩვენთაგანი შეიძლება ესე 3 დღით და 5 დღით საერთოდ უბრალოდ აგიღონ და გაგაქანონ ციხეში, ხო? ხო, ეს 3 დღე და 4 დღეს ვიღაცა იტყვის რა უჭირს ახლა 3 დღე და იმ 3 დღემ შეიძლება შენი ცხოვრება ისე რადიკალურად შეცვალოს უარესობის. არა, ყველა ერთნაირად ხო არ იღებს ამას, არა, ვიღაცა შეიძლება იმ ხელს წესი იყოს. რო არ ვიცი, თან მაგის გარდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ვთქვი თავიდან და განათლებაში რა ხდება? ილიას უნივერსიტეტი რა დღეში არის? მე ხა თსუ-ში ვასწავლი, ხო, უკვე 9 წელია პედაგოგიკის მიმართულება, ფსიქოლოგიის და განათლების ფაკულტეტზე. ეს მასწავლებლის დაწყებითი სკოლის მასწავლებლის მომზადების მიმართულებით. ჩვენ პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ ეს მიმართულება იხურება. როგორ შეიძლება უნივერსიტეტში პედაგოგიკას შეეხო, რომელსაც 107 წლიანი და ამხელა ისტორია აქვს, ყველაფერს თავის დავარგოთ რა. ეს არის ჩვეულებრივი ორი სახის ბოროტება რა. ერთი არის ის, რომ განათლებული ადამიანი ამათვის არის პირდაპირ საფრთხე და მეორე არის ის, რომ ქვეყანაში აღარ არის თანხები და რაც უფროსია მცირებ სტუდენტების რაოდენობას, რაც უფროსია მცირებ მათ განათლების ხანგრძლივობის რაოდენობას, ხო, 3+1, როცა 4+2-ია, თუნდაც.
დაწყებით იარაღად საჯარო სკოლას აღარ ვამბობ კიდე მე-12 კლასში. ჯამში რა გამოდის, რომ სახელმწიფო აღარ აფინანსებს ამ რაოდენობის სტუდენტს და ის ფული მიდის აი ვიღაცის ჯიბეში. რაღაც სარაბაქ შემოვიდოდით, ნახეთ ხო თავდაცვის სამინისტრის ოჯახში ისეთი რაღაცები ეწერა, რამდენი ეხლა ხან გამოაქვეყნეს. თან თვითონ ვაქვეყნებენ ამას. ხო, რო აი ნახეთ ეს საჯაროები რამდენი შევჭამეთ. ნაცები ეს. ხო, რამდენი შევჭამეთ. კი ბატონო. ხო, ნუ ის არის რა, ქაოსი არის. ქაოსი კი არის და დაუდებრობა არის და რაღაც იცი რა არის, ნუ აბსოლუტურად ძნელია ჩვენ აგერ ხავს ხედავთ სტუდიაში იმ ნერვიულობთ, მაგრამ ის ხალხი რომელიც ციხეში სისხლად დაუმსახურებლად მათი ოჯახები, მათი შვილები, რომლებიც მამებს ელოდებიან სახში და პატარა ბავშვები იზრდებიან სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ეს ერთი უბედურებაა, ხო? ანუ ქვეყანაში აი ეს დამძიმებული და მეორე ის რომ არაფრის სურვილი შეიძლება არ აქვს, არაფრის კეთებისაც, მაგრამ თან აი ამ პროტესტშიც ახლა წერა რო თქვი მუსიკის შესახებ იბადება ისეთი იდეები, რომელიც რაღაც ის კეთებას ჩვენ თვითონ გვაიძულებს, აი მაგალითად შენ რასაც ჩაუდექი სათავეში ის თუნდაც მუსიკოსთა პროფესიული კავშირი, ხო? მოდი ახლა შენ თვითონ მე ვიქნები ერთგვარ წამყვანის როლში და მოდი შენ ისაუბრე ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოს ისტორიაში, ხო და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სოფლიო მუსიკის ფედერაციის ევროპული წარმომადგენლობა კრება იყო, მეც ვესწრებოდი როგორც წევრი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირველად შენი სიტყვებით გაჟღერდა ქართულ ენაზე ევროპაში სწორედ ქართულ საქართველოში არსებული ის საგანგაშო მდგომარეობა, რაც თუნდაც მუსიკის მასწავლებლებს და საერთოდ ვითარება რაც იყო. კი ბატონო. ხო არა, ნუ ეს იყო ეს მნიშვნელოვანი კიდე იმიტომ იყო, რომ იყო აშკარად დასტური იმისა, რომ თბილისი ჯერ კიდევ მიჩნეულია ევროპად ამ ადამიანებისთვის, ხო და რატომაც ყველაზე ძალიან მენდოდა რომ ეს აქ მომხდარიყო რა, იმიტომ რომ ეხა როგორც მუსიკოსთა პროფესიული კავშირისთვის, ეხა ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს შეიძლება თბილისში იქნება თუ სიყვაზე ლუბლიანაში, სადაც ვიყავთ 22 წელს ან ნიუ-იორკში, ხო, სიყვაზე. იმიტომ რომ იქ ხავარი არის, რომ ეს გამოსვლების გაზიარება ხდება ახალი კონტაქტების პოვნა, დამეგობრება, ესე პირადი კონტაქტები, ხო, მაგრამ ეგ აქ მოხდება თუ იქ ჩვენ მაგიტოვთ სადეთ ყველამ რომ ეს ამის აქ გაკეთება და აქ დაორგანიზება რომ თბილისი ევროპა არის რა. გარდა ამისა, წეგანაც აღნიშნე, რომ ეს ორგანიზაცია არ თანამშრომლობს უბრალოდ სახელმწიფო სტრუქტურებთან და ამიტომ ეს ყველაფერი მოხდა აი ადრე გაჭირვებაში რო იყო ეს რომ წერდით ამ ვიდეოს ტექსტ ფანდრაიზერის რა იქ ძალიან დიდი მადლობა ზუკას ვინც დამეხმარა ტექსტის დაწერაში ვინც არის კოპირაიტერი ასე ვთქვათ რა ოსტატი მაგ საქმის და ისამოდ რომ ისეთი ღონისძიება გამოდისო რა აი 80 საათებში გაჭირვება რო იყო და ერთი მეზობელი რომ სკამებს მოგასვთისო მეორე რაღაც გემრიელობიო რო გაკეთებული იმას როგორ მოგიდას მესამე პურზე წავა აი ზუსტად ეგრე გაკეთდა ეს ყველაფერი და ეგ ძალიან საამაყო და სასიხარულო არის იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენი ერთობის და სოლიდარობას ვწავლობთ რა საბოლოო ჯამში ამ ყველაფერთან ხა რომელი თავრობა დარჩენილა სამუდამოდ ხო წავლენ ხა კი გადის ცხოვრება და სამწუხაროა მაგრამ რეალურად ქართველი ხალხი ისე იზრდება ამ პროტესტში რომ რა მართლა მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხო ზოგი ჭირი მარკებელი ახლა წეგან უცბად დავიწყე და სხვა რაღაცაზე გადავედი რომ რასამ რომ არ ჩავთვალოთ ეს აი ამ ხალხის გაჭირვება ციხეში ჯდომა და ეს უბედურება მეორეს მხრივ სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება საქართველოს ეხა აზროვნება ყალიბდება ლაპარაკს სწავლობს საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო როგორც დემოკრატიული ის 30 წელი 36-17 წელი ნუ ავიღოთ ეროვნული მოძრაობის აი 88 წლიდან ნუ რაღაცნაირად გავიმართეთ ამდენი ომი ამდენი უბედურება გადავიტანეთ მაგრამ თითქოს აი ახალგაზრდა 30 წლის ბიჭი თავის ადამიანი თავის რაღაც გართობით ხო თავზე ხელაღებულ რაღაც იმას გავდით თითქოს მე დავღვინდით და აი ახლა ვართ იმ ფაზაში რომ ჩვენ გვჭირდება
გულანთებული მოქალაქეების მთელი ჯარი. ალბათ 51% რო ჩვენ ქვეყანამ დაიწყოს წინსვლა. კი ბატონო, კიდე ზუსტად ეგ ხდება რა, ეხლა ამ ყველაფრის ფორმირება ხდება რა რეალურად. აუ წეგან აი პატიმრებზე რომ საუბრობთ, ერთი ამბავი გამახსენდა. საპროტესტო კონცერტი ქონდა გამართული რუსთაველზე რა, არ მახსოვს რა იყო მიზეზი, გაზაფხული იყო თუ ზაფხული და ნუ უკრავდა აი პატიმარი არის ასევე სინისი ზვიადრატიანი, სოლიდარობა და მოკითხვა მას. მისი შვილი, რომელიც არის ფანტასტიკური მუსიკოსი, ლექსო რატიანი და როდესაც მორჩა სიმღერას, უცებ ქალბატონი ავიდა მიკროფონთან მივიდა ქალბატონი და ამბობს რომ აი ჩემი შვილიო, ზისო ზვიერთან ერთადო. და ეს ზვიერმა იმას წერილი მომწერა რა კარგი შვილი გაზრდა დიდი მადლობა და მე მინდა აქედან ვშხარო ზვიერ რა კარგი შვილი რა დრამა თუ აი რაღაც რა უბედურება არის თან როგორი თფილი და რაღაცნაირი არის რა და ეხა ესეთ ერთობას და სითფოს რომელსაც ეს ყველაფერი ქმნის ყველა ორი ახალი წელი ხო გატარებული რუსთაველზე ერთად ხო აკაცუკების დილი რომ დაარქვი შენა აკაცუკებს რო გვეძახიან იქ ვინც მოდივა ხო ეს ხუმრობაა ყველაფერი ხუმრობა ისე ამბობ ჩვენ რო აკაცუკებითაც აი რა კარგი აკაცუკები დგანან რა თქმა უნდა ხო მაგას ვამბობ რა ანუ ისეთი ის არის რაღაც აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები გახდნენ საფუძვლად მეგობრები ვიღაცები დაოჯახდნენ ვიღაცები მალე აისხებენ ბავშვების მოყოლას რომელიც იქვე არის დაორგანიზებული და თანა მოზიარობა გახდა ერთ-ერთი თანამოაზრეობა გახდა ყველაზე დიდი ღირებულება მაგალითად ჩემთვის. კი ბატონო. ადამიანთან შემიძლია ჭიქა ავწიო და ველაპარაკო თუ ის იმ ღირებულებებს ატარებს თუნდაც რო ვთქვა ვინც აი რუსთაველზე დგას. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა ხსნისა, ხო სამოქალაქო ცნობიერების პრობლემების გაგების, ემპათიის და არა იმისა რომ მე ჩემი საქმე მაქვს და მე არაფერში არ ვერები. კი ბატონო, ხო, ეგრეა ზუსტად. ხო, იმიტომ რომ არ არსებობს რა სხვისი საქმე და შენი საქმე. რა თქმა უნდა, ერთი ტაქსით მოვდიოდი ზუსტად სხდომაზე მუსიკოსთან. ხო და ტაქსისტმა მითხრა რომ მე პოლიტიკაში არ ვერევიო რა, ნუ ჩემი რელიგია მიგძალავს რაღაცა და მე ცოტა ხანში მოაყოლა ესეთი რაღაც რომ როგორ მიაკითხა მას პოლიტიკა. ხარი შენ არ ერევი პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკამ შეხო მოგაკითხა და დაგიკარგუნა კარზე. და რამდენი პრობლემა შეგიქმნა. კი ბატონო. ხო და ეს ერთმანეთშია პოლიტიკაში მეც არ ვერევი. მე ვერევი ჩემი ქვეყნის იმ საქმეში, რომ მინდა ჩემმა შვილმა, ჩვენმა შვილებმა და თელმა ჩვენმა ქვეყანა ამოისუნთქოს და დემოკრატიული ღირებულებებით, ჰუმანური ღირებულებებით, ადამიანის უფლებების დაცვით წინ იაროს. კი ბატონო, ზუსტად. ამისთვის მღერით, ამისთვის წერთ, ამისთვის ვირჯებით, ამისთვის ხა ზოგი ადამიანი რაღაც მართლა ისე გვიყურებს რომ ვიღაც ნუ არა რომ ხო ეგეც ოკეია ზუსტად ეგ არის რომ ჩვენ გვაქვს იმის მიმღებლობა რომ ვიღაც ადამიანები შეიძლება ისე არ ფიქრობენ როგორც ჩვენ რა და კარგი თუ რაღაცა ნუ ფიქრობენ ეგ არის რა ზუსტად ევროპაც ხო ეგ არის რეალურად რომ ყველა შეუძლია იყოს ესეთი როგორიც არის რა თავი რომ ერთმანეთს რაღაც არ დააზაროს ერთმანეთს არ დაასახიჩროს და არ იმას რომ ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის მიღება რეალურად აუცილებელი არის რა აქ ერთი უბრალოდ ის არის რა მიზანი ის არის რომ ეს მთავრობა რომელიც ეს იქნება თუ სხვა პოლიტიკური ძალა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს ან როდესაც ამდენ შეცდომას უშვებს და ამდენ ცუდს აკეთებს აქ უკვე ანუ მე მესმის რომ ძალიან სამწუხაროა ეგ ჩემთვის მაგრამ მესმის რომ ამ ხელა ამდენ აწლეულების მე რუსეთის ქვეშ ყოფნის მე არიან აქ ადამიანები რა თქმა უნდა ბევრი ვისაც ეს რუსეთი გონია რომ უკეთესი გზა არის რა და ეს უფრო ურჩევნია რა და მე იმ ადამიანის მიღება შემიძლია უბრალოდ მე ვერ დავთმობ ჩემი შვილის და ჩემ მომავალს და ამიტომ მე ჩემსას გავიტან მან ორი ტიპის ადამიანია რა აი მოდი ვთქვათ რომ ზუსტად ჩამოვყალიბდეთ არის ადამიანი რომელიც შეცდომაშია შეყვანილი აი ამ მასიური სატელევიზიო დაბომბვის და ამ მუდმივი პროპაგანდის შედეგად და იმასთან მეც პრობლემა ნამდვილად არ მაქვს პირიქით ძალიან მინდა რომ აუხსნა კიდეც და ველაპარაკო მივიღო მე მინდა რომ დაინახოს რა კარგი იქნება ეს თავისთავად მეორე კატეგორია რომელიც
ამას განზრახ აკეთებს და მე იმასთან ვერ მე იმასთან ვიღალატე უკვე სხვა რაღაცა. ხო, ეს არის რომელიც განზრახ აზიანებს თავისი პირადი განდიდებისთვის, პირადი ფინანსური და ფაქტიურად სამშობლოს ეგეთი ძალიან ბევრია. ხო, და აი მე მაგ კატეგორიასთან უბრალოდ არა, ეგ ახლა გასაგებია მე იმ კატეგორიაზე შეიძლება ესე ვერ ვიმეგობრო ძალიან, მაგრამ მე იმას ვუყურებ, ჩემს მისაღებია რა, რომ სხვანაირად ფიქრობს ადამიანი რა, როგორ მნიშვნელოვან თემაზე არ უნდა იყოს, მაგიტო მოიყვანა ეს მაგალითი რა კონკრეტულად რა. უბრალოდ ეგ არის რა, ზუსტად დასავლური ღირებულებები, ხო? და ეგ არის რომ შენ შეიძლება არ ეთანხმებოდი არაფერში საერთოდ ადამიანს, მაგრამ შენ იმ ადამიანის ღირსებას არ შევახო. მარტივად ვთქვათ რა, ეს არ საერთოდ არ გვინდა ღირსების შელახვა არავის, ხო, აქეთ გველახება ღირსება და არ უნდა დავემსგავსოთ დავუშვათ. ხო, გველახება ღირსება კი არა, ვაფშე საერთოდ წაგვართვეს ქვეყანა რასაც ქვია. ქვეყნის ევროპული მომავალი, რაც არის ის სისტემა, რომელიც უბრალოდ ნორმალურად ამყოფებს ისეთ ადამიანებსაც, აი მარტივად რო ვთქვათ რა, ვისაც არ ყავს აი შვილი ჩვენ ხელა რომ მოუვაროს მოხოს დედას ან გადავხან უამრავ ადამიანს რა უამრავ გაჭირს ეს სისტემა ამყოფებს კარგად რა არ მოშივდებათ არ მოწყობდებათ წამალი ექნებათ და სახლი ექნებათ და სახლში სიყინვა არ ექნებათ რა უწყობა და უშუქობა ეგ არის რა საერთოდ პრობლემა ოთო რაშია იცი საზოგადოების აი ამ პროპაგანდას რომც ვახსენეთ რომ ზოგადად ჩვენი საზოგადოება ვერ გამოვიდა საბჭოთა პერიოდის ახმელი დავარქვათ ესე ბჭყალებში ხო ანუ ძალიან ბევრმა განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენელი ხა მე 46 წლის ვარ ჩემზე უფროსებმა ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცის სამოქალაქო საზოგადოების არსს ვერ წვდება ანუ იმიტომ რომ მათ რაღაც გარკვეული ჩამოყალიბებული პერიოდი როცა ყალიბდება ადამიანის აზროვნება გაატარეს საბჭოთა კავშირში სადაც არ იყო ეს ამიტომ ეხლა მე შეიძლება ისეთ რამეზე გესაუბრო რასაც შენ ვერ ხედავ და საერთოდ არ იცი ვერ გძნობ ჩვენმა თაობამ ეხლა 90-იანების თაობამ პირდაპირ აი ჩვენ ფაქტიურად გამოვიარეთ ყველა დღე დაწყებული 88 წლის და 99 წლის 9 აპრილიდან მერე ნუ აი უკვე ამ თარიღს რო ვახსენებთ რამდენი რამე გამოვიარეთ რა როგორ იქმნებოდა საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები რა იყო მისი ფუნქცია ეს ყველაფერი როგორ ვითარდებოდა სახელმწიფოსთან პარალელურად რომ სახელმწიფო ეკონტროლებინა მაინც როგორი თავისუფლება იყო მიუხედავად უბედურ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში როცა საშინელი სიტუაცია იყო კრიმინალური, სოციალური ხო, მაინც ვიცოდით საით მივდიოდით. და ძნელად უბედურებით მაინც წინ მივდიოდით. შემდეგ მეორე მთავრობა იყო ხო ნაციონალების ვარდების რევოლუციის შემდეგ. იქაც ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ხო ადამიანის უფლებების მხრივ, მაგრამ სახელმწიფო შენდებოდა და ძალიან ძნელია ახლა როცა შეცდომა შენ დაუშვათ ტყავზე გადაიტან ხო მე შეიძლება აღარ გადამიტანია ვიღაცამ გადაიტანა და იმას უთხრა რომ შენ ეს მოგწონდეს მაგრამ ზოგადად რას ვფიქრობთ რომ ქვეყანა მაინც მიდიოდა დასავლური მაინც კი არა მაშინ წავიდა ხო მაშინ წავიდა და უბრალოდ მაინც სიტყვა იმიტომ თქვი რომ შეიძლება პარალელურად ადამიანის უფლებები დემოკრატიის ხარისხი იწევდა მაგრამ ორიენტირი იყო დასავლეთისკენ და ესეც ქვეყანას რამდენიმე წლის იყო ისე ვერ გამოდის შეცდომების გარეშე ეხლა რა ვიცი ეხლა უყურებ რომ მივდივართ ისევ რუსეთის ორბიტასკენ თან დიდი იმეთი ხო რომ ვიქცეთ რაღაც რუსეთის სამზარეულოდ ხაჭაპური ხინკალი სიმღერა ცეკვა დღეს შემხვდა ვიდეო ინსტაგრამზე თუ ფეისბუქზე არ მახსოვს რუსი წყვილი ესე სელფის ვიდეოები ვიწიებენ და რა უბედურება არის რომ თელ თბილისში ეს ევროკავშირის დროშები რა რუსეთის დროშა რატო არ არის ვითო აი ეს იმას მიდანზე აქ ჩაწერილი ეს ვიდეო რა არ ვიცი ხო და ეგ ყველაფერი იქნება თან ცოტა ხანში მე ხა ხვალზე ალბათ არ იქნება მაგრამ იქნება და ისევ ჩვენ თუ მივალდეთ ჩამოვხდით იმიტომ რომ აი ხალხი არის უკვე ისეთი ვინც აი უბრალოდ მაგაზეც აღარ შეწუხდება რა რომ რუსეთის დროშები ეროს ეგიდოს
ჩამორჩობილი საქართველოს. ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმ რუსული პოლიტიკის, რომ კი, მარტივად ესე ყოველგვარი იმის გარეშე ჯარები ეს რა შეჭირდებათ. არ ვიცი ხო, აი ნუ რა ნახოთ ხა იქნება რაღაცა ცოტა დასავლეთი მგონი გაბრაზდა და იქნება რაღაცა ისეთი კატასტროფა ხდება ბუნებრივია ომია ყველგან. მედიცინაზე მეცინება იცი ახლა გასაცინია, მაგრამ დღეს მიდის ესეთი სოციალურ ქსელებში და ნუ ტელევიზიაზეც პროპაგანდა, რომ აი საჰაერო სივრცეები აქეთ იქით ყველგან ჩაკეტილია და თურმე საქართველოს თავზე დაფრინავს მთელი სამყაროს თვითმფრინავები. არა და ამ პროგრამაში როცა აპატარავებ მართლა დიდი თვითმფრინავები ჩანს საქართველოს თავზე და როგორც კი ზუმს გაზომა იქ ზუსტად ჩანს რომ ქვედა მხარეს სამხრეთით ის თვითმფრინავები დაფრინავენ რომლებიც მაგალითად ჩვენს რეისებს ასრულებენ და დანარჩენი სომხეთი და ჩვეულებრივად მიდის რა. მაგრამ ამით კიდე რომ აი ჩვენ რაც ნეიტრალიტეტი ვართ. ნეიტრალიტეტი საქართველოში არ გამა. ნეიტრალიტეტი რო კონდეს შენ უნდა გითვალისწინებდნენ. არ ნეიტრალიტეტი მე არაფერში არ ჩავერევი არ არის და ნეიტრალიტეტი ისე რომ იმანაც იცის რომ შენ ნეიტრალიტეტი გაქვს თორე აბა მოინდომოს. რა ნეიტრალიტეტი გაქვს? ნეიტრალიტეტი აქვს შვეიცარიას. ნეიტრალიტეტი ნიშნავს კბილებამდე შეიარაღებას პირველ რიგში და კარგ მოკავშირეებს. დღეს აი ხშირად ვამბობთ ამას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიხვდა ცივილიზებული სამყარო, რომ ჯერ ერთი 100 აღარ უნდა მოიქცნენ და შეიქმნა ესეთი კოლექტიური დაცვის ორგანიზაცია, როგორც ნატოა, ხო? ეხლა ძალიან ბევრმა ქვეყანამ მოახერხა და ნატოში გაწევრიანდა და ეს იმიტომ მოახერხეს, რომ მათ ერთი პირი ჰქონდათ, მათ ჰქონდათ ერთი სახე. არ იყო საზოგადოება გაყოფილი ამ საკითხისადმი. ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ჭამაში ჩვენ ძალიან პატარები ვართ ნატოს რო აინტერესებს ჩვენ რომ ნატო ჩვენ არა, ძალიან კარგადაც აინტერესებს, რომ კავკასიის ათვისებას. ხო, არა, ტერიტორიულად აინტერესებს უფრო. არა, ჩვენ პატარებზე არ არის. მთელი პრინციპი ხო ეგაა, რომ ჩვენი წილით, იმათ თავიანთი წილით. აქ უბრალოდ სხვა რამეზე ჩვენ თვითონ ისე დავჭამეთ ერთმანეთი, რომ ამ ერთი პირი რო არა გვაქვს, შესაბამისად ეს პროცესიც იწელება. ეგ ზოგადად ჩვენი ისტორიული პრობლემა არის რა. ეს ერთობა ძალიან გვიჭირს და აი ეს რეგიონებში, რა გვერდი რეგიონებში ერთმანეთს ეჯიბრებიან რაღაცა ეჯიბრებით უფრო ეჯიბრებიან. თითქოს ორი ტიპი ცხოვრობს საქართველოში რა და ინდურ ფილმებში რო ერთი პოლიციელი ძმა და მეორე ბანდიტი და ხო და ეს არის რა ორივე ის გონიათ გაროჩი. ერთმანეთს ებრძვიან. ძალიან სრული არის, მაგრამ აი რა ვიცი, ახლა ბოლოს რაღაც ერთობის იმედებით თქოს ჩაისახა შევხვდა თავი, ახლა საზოგადოება. აი ძალიან სამწუხარო კიდე რა არის, ახლა გამოხსნა ეს ოპოზიციური პარტიები გაერთიანდა რაღაც დიდი ნაწილი რა, პრინციპში ახლა ვინც ამ რუსთავის ჩაი ყველა, იმიტომ რომ ახლა გახარეს პარტია შევიდა პარლამენტში, ხაზარიცად არ ჩანს, არ არის იმერთობაში არ მგონია იყოს და ის არის, ანუ აი ეს ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა მაგრამ ეგ როგორც კი მოხდა Facebook-ზე სულ ხდება სტატუსები, რომ აუ ესენი მაინც ნაცები რაღაცა, ანუ უაზროსად ვტები, რომელიც ნაცები თავში მე კომენტარი საერთოდ არ გავაკეთე, იმიტომ რომ რაც არ ვიცით იმაზე წინასწარ ლაპარაკს. არა, ისე არის, მე უბრალოდ ის მიხარია, რომ აი ერთობას რო ცდილობს ის და ამ დროს და მაგაზე ამ ერთობაზე რეალურად არ ლაპარაკობ, მე ვაზლაპარაკობ, როგორც კი ეს მოხდა ხალხმა ეგრევე რა ეწყო ამის კრიტიკა. ხო, აი ეგ მე ვთქვი, იმიტომ ჯერ ვერც გააკრიტიკებ, არ იცი რა მოსდევს ამ კარგი თუ ცუდი. მე ბატონო, არა ხო, ბევრჯერ შეიშალა ოპოზიციას, მაგრამ ეგრევე კრიტიკის ქარცეცხლში ამის გატარება არასწორი მგონია რაღაცა. ეგ ჩვენი ხასიათია. ერის ხასიათია, ჯერ არ არსებულზე უკვე ხო, გადაულა, კი ბატონო. ხო და მე მინდა რომ აი რა ბევრი დრო არ გდარჩენინა, იქნებ ცოტა განათლებას ვისაუბროთ. შენ მუშაობდი სკოლის წიგნების რედაქტორად, ხო მორთა? ხო, 2007 და 18 წლებში. ბატონო, მას შემდეგ ალბათ ეცნობი ხო ახლა რაც იბეჭდება რაც. საერთოდ ახლა მარტო მუსიკაზე, ნუ ვიტყვით ახლა მე ისტორიასაც ვასწავლე, ახლა მუსიკის ისტორიას, მუსიკის სამყაროს უნივერსიტეტში ვკითხავ სალექციო კურსი არჩევითი, მაგრამ თვით სკოლაში ისტორიას ვასწავლე. ნუ სახელმძღვანელოების მხრივ რომ საერთოდ რეფორმა ჩასატარებელია განათლების
ორი აზრი არ არის, მაგრამ არა ამათ მიერ. ეს არა ამათ რეფორმას ვხედავთ. ხო, ამათ დეფორმაა. თორე დაწყებული იმით რომ სახელმძღვანელოები ხა მეშვილები მყავს და სკოლაში რომ მიდიან, მეწოდებიან იმის გამო რომ ჩანთა არის იმ სიმძიმის, რომ შეიძლება ადამიანი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას ადამიანს. ამიტომ ეს სახელმძღვანელოები, მერე სახელმძღვანელოები არ პასუხობს საერთოდ ბავშვის განვითარების ასაკობრივ მეტყველებას, ანუ საერთოდ სხვა ენით არის დაწერილი. ეხლა დღეს ესეთი ჩავატარე ექსპერიმენტი მე-9 კლასში რომ 1917 წლის რევოლუციაზე გონდა თავი და ისიც უთხარი რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამის სწავლა, იმიტომ რომ აქედან დაწყებული პრობლემებს დღესაც ვიმკითნეთ კი რა, ამიტომ ყურადღება. ის ტექსტი რომელიც ენითაც არის დაწერილი, ისეთი რთულია ხანდახან მეც კი მიჭირს რომ ის გავაგებინო და გუშინ ღამე დავჯექი და AI-ის ჯემინის დავაწერინე სწორი მივეცი და დავაწერინე და მივეცი რომ მე-9 კლასის ენით დამიწერე მეთქი. რამდენიმე მცდელობა სხვადასხვა მე შევერთი და გამოვიდა ისეთი კარგი რომ დღეს რო გავაცანი, ყველაფერი გაიგო. ხო, ანუ ამის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია რა. რა ვიცი ხა რეფორმაზე ჩვენ გადაცემა არ გვეყოფა ზოგადად რომ ვისაუბროთ იმდენი პრობლემაა თვითონ ამ კუთხით რა. კი ბატონო. ბავშვების დაინტერესება, დრო, რა ვიცი მე. იმდენი წელია სკოლაში. ხო, მოგეთ არის ალბათ რაღაც გადაცემები რო გაგზავნება, ეს გადაცემა კონკრეტულად აკაცუკების ნადიმი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მოვლენ იდეა ეგ არის რომ სხვადასხვა გავიგოთ, სად რა ვითარება არის და ხა მუსიკაში რა ვითარება არის, მაგაზე ალბათ საერთოდ ლაპარაკის მე ცოტა მწვენია რა, რომ აი ჩემ ქვეყანაში მაგალითად მუსიკალურ ქვეყანაში თან. ხო, არა, თან რა ქვეყანაში ეს ფედერაციის სტუმრები რომ ჩამოვიდნენ ხალხურ სიმღერას რომ მოусმენს პირველ დღეს შოკში რომ ჩავარდნენ. დღემდე მაგაზე ლაპარაკობენ ზოგი და სწორავენ ამ სიმღერას და რა ვიცი რა ძალიან ის არის რა და ამ ხელა კულტურის მქონე ქვეყანაში ამ პროფესიას რო ყურადღება არ ექცევა მუსიკის მასწავლებლის ახალგაზრდა ასაკი 55 წელია, იმიტომ რომ ახალგაზრდებს აღარ უნდა დასწავლონ მუსიკა. არიან ხო ხა ეცეულები, მაგრამ ხო ხელფასი არა აქვს. ხელფასი არა აქვს, ფაქტიურად ეს ხელფასი არ არის, ეს არის დამცირება და თან ყველაზე უბედურება ისაა რომ ანუ მასწავლებლებსაც რო შევიშვათ კონკრეტულად ამ იმას მინიმალური სახელფასო სხვა არის. კანონში წერია 20 ლარი. 20 ლარი, ანუ მე მაგ ლეგალური არა თვეში. მე მაგ თითო ბავშვზე, ხო? არა, ნახე, საქართველოს მუსიკის მასწავლებლებს რა ლაპარაკობ. აბა? საქართველოს მინიმალური ანაზღაურება ხო არსებობს ეგეთი ცნება. აი მაგალითად გუშინ ვილაპარაკებოდი სერბეთის მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარეს და იქ არის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება. თვეში 650 евро. ანუ მაგაზე ნაკლებს თვეში. შენ დასაქმებულს ვერ გადაუხდი რა. მაგრამ არავინ არ უხდის, უხდენ 1000 რაღაც 1200 ის როგორ რა, ალბათ, მაგრამ მაგას არავინ არ უხდის მაინც, მაგრამ ეგ არის მინიმუმი, მაგაზე ნაკლები არ შეიძლება. რო გადაუხადო რა, ეგ არის მინიმალური სახელფასო ზღვარი. საქართველოში ეგ თანხა არის თვეში 20 ლარი, იმიტომ რომ 99 წლიდან არ შეცვლა. ანუ ეგ ახსოვს ადრე შეიძლება ტელევიზორში ცხოვრეს, ნახე ნანული შეურაძე რომ გამოვიდა 14 ლარი როგორ არ უნდა იყოს დიასახლის თუ რაღაც. აი მაშინ იყო ეგ რომ მოხდა რა, დაახლოებით 20 ლარი ხო მინიმალური სახელმწიფო კანონში მინიმუმის მიუხედავად მაინც არ არის? საარსებო მინიმუმი რაც არის? არავის მან რაც ჩაუხედავს. აი ამ 25 წლის თუ რაღაც განმავლობაში რა 30 წლის. ანუ მინიმუმ და მაგიტომაც მუსიკის მასწავლებლებს ალბათ ეს 20 ლარი ბავშვი რა. ხო. სახელმწიფო მინიმუმი იყო თითო ბავშვი რა. ეგ ჩაფიქრება როგორ კარგია, მაგრამ 600 ლარი რო იყოს. თითო ბავშვი 600 ლარი. ხო, მინიმალური სახელმწიფო ზღვარი. მაშინ ეგრე მოუწევდა. ხო. ხო? არა მინიმალური სახელფასზე საერთოდ საუბარიც არ შეიძლება არც. არა, აუცილებელი, ზუსტად მაგაზე არა, მე რა ვთქვი, არც ჩემ ხელფასზე არ შეიძლება, არა. კატასტროფა გვაქვს. უნივერსიტეტში ხო ასწავლე? ხო. რამდენი ხარ? თუ საიდუმლო არ არის. აი ხა ერთ ჯგუფში ვიღებ 151 ლარს. ერთ ჯგუფში. ხო, თვეში.
ხო, თვეში, ანუ გამოდის 12 ლექცია. ლექცია სემინარი. ორ ჯგუფში 282 ლარი. ანუ ერთ ლექციაში ამბობ? არა. თვეში. თვეში გამოდის 24 ლექცია, ანუ ჯამში და 282 ლარი. ხო, და ჩვენ მქონია ფინანსური ზრდა. რა ვიცი, ეკონომიური მე-9 წელია ეს ხელფასი. მე-9 წელია, კი ბატონო. ხო და ნუ აბა რაზე შეიძლება ხარ. განსაკუთრებით ჭირს ზოგადად ჰუმანიტარული კულტურის, აი ამ მეცნიერების, ჰუმანიტარულ დარგში ვინც რამეს აკეთებს, ყველა არის ძალიან სოციალურად ძალიან გაჭირვებული, იმიტომ რომ გიწევს 2-3 სამსახურში. და ეგეც გეგრძელება უკვე. ხო, ეგეც გეგრძელება, ხო. მე რა უნდა ვაკეთო ისე ვამბობ. უჭაში რომ დავუკრარჩო. აბა მანას ვარსო, რა გუჭი მიგე და უკრა. ნუ ჩვენი სამოქალაქო ცნობიერება ჯერჯერობით, ნუ ეხა ყველა სოციუმს არ გულისხმობ, მაგრამ ვერ გაცდა მუსიკანტ. ხო, სხვათა შორის ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. კი ეგ კრებაზე რომ მუსიკოსი და საკვები ერთად განიხილება. ხო, ზუსტად. ჯერ საკვებს არჩევენ და მე რაც რჩება, მაგით დრამერ ბენდს რო ქირავენ. ხო, მაგაზე მე რაკი რა რჩება, მაგით აპარატურას თუ მოვა რა, თუ არა და ისე იმედი. ხო, ანუ ზოგადად ეს ის რომ მუსიკოსი რა, გართობის ნომინაციაში გადის და არა სულიერი საზრდო. სულიერი საზრდო. ხო, ყველაზე ვერ იტყვი და იმიტომ რომ ყველაზე არ უნდა ითქვას, მაგრამ ყველაზე ესეც არ უნდა ითქვას. ხო, რა თქმა უნდა. არც ეს მე ზოგადად მასიურ და უმრავლესობას გულისხმობ, თორე ახლა კარგი მსმენელის არსებობს, კარგი გადამხდელის არსებობს და ეს არის უბრალოდ ძალიან ცოტა. ხო, არა, ეგ არის, ხო, ეგრე არ ზომავთ ჩვენ რა როგორ ხდება, რომ ძირითადად როგორ ხდება, ეგ ხდება რა. თორე ხ გამომისები არის რა თქმა უნდა, ეგრე არის რაღაც ადგილები, სადაც ჩვენს გქონდა რაღაც როგორც პროკავშირის შედარებები და გამოვასწორეთ რაღაც გარკვეული პირობები. ხო, ეგ ხდება და ეს ისეთი შრომაა, რომ ეგ სულ საჭირო იქნება, იმიტომ რომ უკეთესზე ახლა ფედერაცია და ევროპა მაგალითად ახლა ამ კრებაზე ორივე უნივერსიტეტებოდით ნერვიულობს ხელოვნურ ინტელექტზე და როგორ იგზავნოს მუსიკოსმა მუსიკალური ინსტრუმენტი თვითმფრინავში რომ არ დაულეწოს იმან და ანუ ისეთ რაღაცებს ნერვიულობენ, რადგან ჩვენთან სასაცილოა ჯერ ლაპარაკიც რა. ის მომეწონა მერქნის კანონი მერქნის შესახებ რომ არ დაზიანდეს ფლორა ფაუნა ზოგადად რომ შენი ინსტრუმენტები არ აწარმო იმაზე მეტი არა აი ამის ნორმატიულ აქტზე რო ზრუნა ესე იგი განვითარების რა საფეხურზე იმყოფება. ეს იმას ნიშნავს რომ ანუ იქ სადაც ამაზე ფიქრობ, ხო არავის არ შეაეპიროები ძალიან ისე უხეშად ვიზრობ რა. ანუ ეგ არის ზუსტად მაგენ მივუწვით რომ ისეთ რაღაცებს მივხედოთ და ისე დავუყუროთ ეს ხო ჯერ როგორც ხარ ადრე დავიდანაც ვთქვით ბავშვები ვართ რა 35 წლის რაღაც სიარული ვისწავლეთ და ეხლა ვსაუბრობ ლაპარაკს რა. აი ამ პროკავშირები დამოუკიდებელი რომ ფუძნდება სამოქალაქო საზოგადოებები რომლებსაც ამ ორივე ამ ერთობას ფრინად გვირწყავს ეგრევე ის უსული კანონებით ემენ სახელმწიფო ხო დავაკვირდეთ რა პროკავშირებს სამოქალაქო საზოგადოებას უნივერსიტეტებს რომლებიც ნახეთ როგორ საინტერესოდ გააკეთეს და STU-ს ვაერთიანებთო მაგაზე ამბავ ვეყლებით რომ გაიტანა ხალხმა თავისი ხო მაგიტო იყო რაღაც კოცი საზოგადოების ნაწილიც რომ ამ მხარესაც გარო აი გავაერთიანო და ანუ ზუსტად მილიონერს და ამოვაცალეს საარსებო საერთოდ ყველაფერი იმიტომ რომ 92% შეამცირეს თუ არ ვთქვი რასაში 80 ანუ დახურეს ხო ამ ხელა ტრადიციების და კულტურის ქონა უნივერსიტეტის ჯერ სამოქალაქო საზოგადოება დახურეს პირდაპირ ეხლა განათლებას და აკადემიურ თავისუფლებას ართმევენ ყველაზე ყველას ანეიტრალებენ ვინც კითხვას დასვავს ვინც ხმას აიმაღლებს მე ადვილია ეგეთი სტუდენტის და ლექტორის მართვაც რომ აბა შენ რა გინდოდა გარეთ კიდე ერთხელ გახვალ და დატოვებ უნივერსიტეტს აი სისტემაა ეს რა რომელიც ეს არის მახინჯის სისტემა და ისტორიამ უკვე გვანახა რომ ასეთი მახინჯის სისტემები აუცილებლად თავდება. კი ბატონო, გადახედე რუახლეს ბელორუსის ისტორიას მაგალითად. გასაგებია რომ რუსეთში ჯერ ეს ვერ დამთავრდა, მაგრამ რუსეთის სხვა მასშტაბის ბოროტებაა და იმედია მალე დამთავრდება და ის ბელორუსიაც ამოისუნთქებს. იმედია რუსეთი მალე დამთავრდება. არ არის კაი ქვეყანა. სამწუხაროდ და კაი ხანიათ არ არის კაი ქვეყანა. საკუთარ მწერლებს რა უქნეს ან მუსიკოსებს ან საერთოდ რა ყველა გააქციეს ვინც არ მოკლეს გააქციეს ხო ვინც კი ჯანსაღად აზროვნებდა ხო თავისთავად ხო თორე ვინც ახლა კარის იყო ყველა დარჩა ეს უბედური რა რქვა ხო ეკო ყველაზე ბევრს ამბობს რა მოკლედ ეს არის
სულ რომ იყოს ყველაზე კარგი ქვეყანა, ყველაზე მეტად უფრთხილდებოდეს ქვეყანა თავის ხელოვანებს, მეცნიერებს და ყველას ხო და არა მარტო რაღაც ნაწილს, რომელიც ხმას გაძლევს ან შენსკენანი. ყველაფერს თავი დავანებ, როდესაც ქვეყნის ჯარი გიდგას ქვეყანაში, იმ ქვეყანას ის მიმართ სიმპათია არის ძალიან უცნაური მოვლენა, ხო? ალბათ. ძალიან ის არის რა, სულ რომ აი მართლა ტოლსტოისა და დოსტოევსკის გარდა არაფერი არ ქონდეს საკითხული, ჯარი გიდგას ქვეყანაში რა, დამთავრებული არის რა. და ამას მეორე მხარეს არის ევროკავშირი, რომელსაც უნდა რომ იყო განათლებული, თავისუფალი, ლაღი, მაძღარი და შენ კი არა მარტო ვინც სიყვაზე ჩვენ ვინც მაგ მხარეს ვართ ხო აი ამ ქვეყანაში არამედ შენც ვინც ამ მხარეს არ ხარ და ვისაც გიყვარს ეს ქვეყანა რომელიც ჯარისკაცებიც გიდგას სამშობლოში და რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი სამშობლოს ალბათ უკვე 20%-ზე მეტი არის იმდენი ხანია გრძელდება ამ ღობის გასაოცრება ტვინების ოკუპაციაც კიდე ტვინების ოკუპაცია პარლამენტის ოკუპაცია რავი კაფე-ბარების ოკუპაცია საერთოდ ანუ ეს ყველაფერი ის არის მე დარწმუნებული ვარ რომ ეხლა მოვა და იმედია მალე მოვა ის როდესაც ეს მთავრობა აღარ იქნება ეგრეთ წოდებული მთავრობა აღარ იქნება ამ ქვეყნის სადავეებთან რა ალბათ მაშინ გამოვლენეს პატუცემულები ბარებშნევის შროსხედან და ეტყობა რომ ჩვენ მათ უფლებებს ვლახავთ არ ვიცი ხო ნუ მოკლედ ის არის ძალიან ძიმე ვითარება არის და ესეთ მომენტებში ძალიან საჭირო არის ჩვენი ერთობა ზუსტად რა და იმედია რომ ამას გავიაზროთ და ერთად დავტკიბით. ხო, რა ვიცი. იმ მოსაზრებასაც გამიგრძელდა ცოტა სიტყვა უკაცრავად, მაგრამ იმ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რომ ანუ ეს სანამ არ მეცოდინება ვინ მოდის, ეგ არის აბსურდი რა, იმიტომ რომ ეხა არის პრობლემა რა, ეხა შენსკენ რომ მორბის რაღაც ველური დიდი შუბით, შენ იმაზე არ უნდა ფიქრო, არ ფიქრობ რა, რაღაც საერთოდ ორი ადამიანი, როდესაც კამათობ, ხა ჩვენ არ ვკამათობთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთ აზრზე ვართ და ერთ ღირებულებებზე ვართ, მაგრამ როდესაც ორი ადამიანი კამათობს და ეს კამათი გრძელდება დაუსრულებლად, რაც არ უნდა არგუმენტები მოვიყვანო, იმანაც თავისი მოიყვანო და ვერ თანხმდებით. ასეთ დროს, როდესაც ვერ თანხმდებიან ადამიანები, მესამე ადამიანს ეძახიან, ხო, რომ რაღაცნაირად შეათანხმოს. ეს ჩვეულებრივი ურთიერთობის ფორმაა. დაახლოებით იგივე რამე შეიძლება ჩვენ გადავიტანოთ აი ამ სამყაროში, რომ როდესაც შენ ქვეყანას ეუბნებიან, რომ რაღაცა სწორად არ აკეთებ, ხო? აი მაგალითად დემოკრატიული ქვეყნები პირდაპირ ევროკავშირის სახით იქნება თუ ევროკომისიის ეუბნებიან, რომ ეს დარღვეულია, ეს ადამიანის უფლებები, ასე თუ გააგრძელე, მაშინ ჩემთან ვერ იმეგობრებ, ხო? ამას როცა გეუბნება, ხოლო მეორე მხარეს ამ საქციელს უქებს, მაგალითად რუსეთი უქებს, ხო? ხან დუგინი გამოვა, ხან ის გამოვა, ხან და აქტუალურები არიან ამ პოლიტიკით. ესე იგი, აქ რა არის? შენ როცა ვერ არკვევ კეთილსა და ბოროტს, ძალიან მარტივად შეგიძლია ნახო, თუ შენთვის მისაღებია, ესე იგი მოქებარი მხარე, ესე იგი შენ პირდაპირ ყოფილხარ იმ მხარეს. შენთვის ესე იგი დემოკრატიული ღირებულებები მიუღებელია, ადამიანური, ჰუმანური ღირებულებები მიუღებელია და ხარ ისევე ავტოკრატი, იგივე დიქტატორი, როგორც დაუშვათ აქეთა მხარე. და შენთვის თუ თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს ყველაფერი ღირებულია, მაშინ შენ აქეთ მხარეს დგახარ. აი მეტი ისეთი ახსნა ამას არც სჭირდება რა. კი ბატონო. არა და ხანდახან იმდენი ხანი მოგიწევს ვინმესთან ტვინი გაგეღუნება, ბოლოს ხვდები რომ საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგო, ისე თავის აზრზე დაისჭება რა. ხო, ძალიან რთული ადამიანმა რაღაც გაიგოს, როცა არ უნდა. როცა არ უნდა, ხო. ხო, არა და რეალურად ხო, აი, კაია ცოტა სევდიან, მაგრამ ისეთ საინტერესო ნოტაზე დავამთავროთ ალბათ. ჩვენი გადაცემა. დავამთავროთ იმ იმედით, რომ მოდის გაზაფხული, ხალხთა გაზაფხული და ხალხი გაიმარჯვებს. იმიტომ რომ ხალხი იბრძვის უკეთესი მომავლისთვის და ხალხს უფლება აქვს იბრძოლოს უკეთესი მომავლისთვის. კი ბატონო, ნამდვილად. ეს იყო აკაცუკების ნადიმი, მადლობა რევან რომ მობრძანდით. მადლობა მაყურებლებს და დროებით.
გენერალი ყოფილა. გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის გადაცემა აკაცუკების ნადიმი, მეორე გამოშვება და მე მისი ავტორი და წამყვანი ოთო ბერძენიშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარი არის მუსიკოსი, ესეთი მნიშვნელოვანი მუსიკალური გვარის წარმომადგენელი და გამგზელებელი ბატონი ლევან მიზანდარი. გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. ხომ მარტო მუსიკოსი ვთქვი, თუმცა ბატონ ლევანს საკმაოდ ისეთი ფართო სპექტრი აქვს საქმიანობის, ანუ არა მხოლოდ მუსიკას წერს. რა მოგუყვებით ბატონ ლევან თქვენს შემოქმედებაზე რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ, რა პირობებში აკეთებთ, სად აკეთებთ და ასე შემდეგ. ეხლა მე მგონი ვერაფერს ვერ ვაკეთებ საერთოდ მუსიკოსები, იმიტომ რომ ისეთი მდგომარეობაა, ყველას მოგეხსენებათ, აკრძალულია აფინანსება, აკრძალულია ყველანაირი გრანტი, ან თუ გინდა რომ გრანტი მიიღო, უნდა ფეხრთხმით მიხოხდე და ესეთი იმათიან და ამათიანად არის დაყოფილი საზოგადოება მოგეხსენება და სხვა მხრივ, ნუ კი ჩვენი ჩემი შემოქმედება ისევე პროტესტით არის, პროტესტზეა გადასული რა, ანუ რაც ცხოვრებაში ხდება, ის პოულობს მუსიკაში ასახავსაც რა. თორე სხვანაირად შეუძლებელია დალხენილი ცხოვრებითი ცხოვრო, როცა შენს თანა მებრძოლს, მეგობარს, ქვეყნისთვის გულანთებულ ადამიანს ქუჩაში ცემენ, ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ კომპოზიტორებს, რეჟისორებს, დრამატურგებს, მსახიობებს, რა ვიცი მე, უბრალოდ მოქალაქეებს და ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს. კი ბატონო, ქვეყნის სიყვარულისთვის. კი ბატონო. ხო, არა, ნუ ტროტუარზე დგომის გამო რომ შეიძლება ციხეში მოხვდე, ეგ არის, ნუ არ ვიცი. რაღაც ადამიანის უფლებების, ბუნებრივი უფლებების დარღვევა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები საერთოდ ეგეთი მცნება ქვეყანაში არ არსებობს. ალბათ მაგას ნიშნავს რა. აღარ არსებობს. კი ბატონო. ასე რომ ეს მოკლედ მომიწია ის თქმა, რომ უბრალოდ არაფრის გაკეთება არ არის შესაძლებელი რა, ამ ვითარებაში. კი ბატონო. და სამწუხაროა. მივდიოდით წინ და აღმოჩნდით უკან. ზუსტად. არა, თუმცა რაღაცები ესე მაინც კეთება ალბათ, უბრალოდ ძალიან რთულია რა, ესე კეთება რა, რაღაცის, როდესაც სიტყვაზე ხა ჩვენ ორგანიზაციას, მუსიკოსთა პროფესიულ კავშირს უბრალოდ უარი გვაქვს ნარკვევი ყოველნებისმიერ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სამინისტროებთან, მერიასთან, რავი ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასთან, იმიტომ რომ ნუ სანამ ეს ბავშვები ციხეში ზიან რაღაც პროტესტის გამო, სულ რომ ბევრად არამშვიდობიანი ყოფილიყო მათი მხრიდან, მათ რაზეა ბევრად რადიკალური რომ ყოფილიყო ეს ციხეში ამდენი ხანი ბავშვების დამტყდება, ნუ არა, უბრალოდ რაღაც სხვანაირი ბოროტება არის რა კიდე და გარდა ამისა, რა ვიცი, ხა ნებისმიერ ჩვენთაგანი შეიძლება ესე 3 დღით და 5 დღით საერთოდ უბრალოდ აგიღონ და გაგაქანონ ციხეში, ხო? ხო, ეს 3 დღე და 4 დღეს ვიღაცა იტყვის რა უჭირს ახლა 3 დღე და იმ 3 დღემ შეიძლება შენი ცხოვრება ისე რადიკალურად შეცვალოს უარესობის. არა, ყველა ერთნაირად ხო არ იღებს ამას. არა, ვიღაცა შეიძლება იმ ხელწესი იყოს. რო არ ვიცი, თან მაგის გარდა, ანუ ეს ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი ვთქვი თავიდან და განათლებაში რა ხდება? ილიას უნივერსიტეტი რა დღეში არის? მე ხა თსუ-ში ვასწავლი, ხო, უკვე 9 წელია პედაგოგიკის მიმართულება, ანუ ფსიქოლოგიის და განათლების ფაკულტეტზე. ეს მასწავლებლის დაწყებითი სკოლის მასწავლებლის მომზადების მიმართულებით. ნუ ჩვენ პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ ეს მიმართულება იხურება. როგორ შეიძლება ხა უნივერსიტეტში პედაგოგიკას შეეხო, რომელსაც 107 წლიანი და ამხელა ისტორია აქვს, ყველაფერს თავის დავარგოთ რა. ნუ ეს არის ჩვეულებრივი ორი სახის ბოროტება რა. ერთი არის ის, რომ განათლებული ადამიანი ამათვის არის პირდაპირ საფრთხე და მეორე არის ის, რომ ქვეყანაში აღარ არის თანხები და რაც უფროსია მცირებ სტუდენტების რაოდენობას, რაც უფროსია მცირებ მათ განათლების ხანგრძლივობის რაოდენობას, ხო, 3+1, როცა 4+2-ია, თუნდაც.
დაწყებით იარა და საჯარო სკოლას აღარ ვამბობ კიდე მე-12 კლასში. ჯამში რა გამოდის, რომ სახელმწიფო აღარ აფინანსებს ამ რაოდენობის სტუდენტს და ის ფული მიდის აი ვიღაცის ჯიბეში. რაღაც სარაბაქ შემოვიდოდით, ნახეთ ხო თავდაცვის სამინისტრის ოჯახში ისეთი რაღაცები ეწერა, რამდენი ეხლა ხან გამოაქვეყნეს. და თვითონ რო აქვეყნებენ ამას. ხო, რო აი ნახეთ ეს საძებელს რამდენი შევჭამეთ. ნაცები ეს. ხო, რამდენი შევჭამეთ. კი ბატონო. ხო, ნუ ის არის რა, ქაოსი არის. ქაოსი კი არის და დაუდევრობა არის და რაღაც იცი რა არის, ნუ აბსოლუტურად ძნელია ჩვენ აგერ ხავს ხედავთ სტუდიაში იმ ნერვიულობთ, მაგრამ ის ხალხი რომელიც ციხეში სისხლად დაუმსახურებლად მათი ოჯახები, მათი შვილები, რომლებიც მამებს ელოდებიან სახში და პატარა ბავშვები იზრდებიან სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ეს ერთი უბედურებაა, ხო? ანუ ქვეყანაში აი ეს დამძიმებული და მეორე ის რომ არაფრის სურვილი შეიძლება არ აქვს, არაფრის კეთებისაც, მაგრამ თან აი ამ პროტესტშიც ახლა წერა რო თქვი მუსიკის შესახებ იბადება ისეთი იდეები, რომელიც რაღაც ის კეთებას ჩვენ თვითონ გვაიძულებს, აი მაგალითად შენ რასაც ჩაუდექი სათავეში ეს თუნდაც მუსიკოსთა პროფესიული კავშირი, ხო? მოდი ახლა შენ თვითონ მე ვიქნები ერთგვარ წამყვანის როლში და მოდი შენ ისაუბრე ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოს ისტორიაში, ხო და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სოფლიო მუსიკის ფედერაციის ევროპული წარმომადგენლობა კრება იყო, მეც ვესწრებოდი როგორც წევრი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირველად შენი სიტყვებით გაჟღერდა ქართულ ენაზე ევროპაში სწორედ ქართულ საქართველოში არსებული ის საგანგაშო მდგომარეობა, რაც თუნდაც მუსიკის მასწავლებლებს და საერთოდ ვითარება რაც იყო. კი ბატონო. ხო არა, ნუ ეს იყო ეს მნიშვნელოვანი კიდე იმიტომ იყო, რომ იყო აშკარად დასტური იმისა, რომ თბილისი ჯერ კიდევ მიჩნეულია ევროპად ამ ადამიანებისთვის, ხო და რატომაც ყველაზე ძალიან მენდოდა რომ ეს აქ მომხდარი იყო რა, იმიტომ რომ ეხა როგორც მუსიკოსთა პროფესიული კავშირისთვის, ეხა ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს შეიძლება თბილისში იქნება თუ სიყვაზე ლუბლიანაში, სადაც ვიყავთ 25 წელს ან ნიუ-იორკში, ხო, სიყვაზე. იმიტომ რომ იქ თავარი არის რომ ეს გამოსვლების გაზიარება ხდება ახალი კონტაქტების პოვნა, დამეგობრება, ესე პირადი კონტაქტები, ხო, მაგრამ ეგ აქ მოხდება თუ იქ ჩვენ მაგიტოვთ სადეთ ყველამ რომ ეს ამის აქ გაკეთება და აქ დაორგანიზება რომ თბილისი ევროპა არის რა. გარდა ამისა, წეგანაც აღნიშნე რომ ეს ორგანიზაცია არ თანამშრომლობს უბრალოდ სახელმწიფო სტრუქტურებთან და ამიტომ ეს ყველაფერი მოხდა აი ადრე გაჭირვებაში რო იყო ეს რომ წერდით ამ ვიდეოს და ექს ფანდრაიზერის რა ეგ ძალიან დიდი მადლობა ზუკას ვინც დამეხმარა ამ ტექსტის დაწერაში ვინც არის კოპირაიტერი ასე ვთქვათ რა ოსტატი მაგ საქმის და ისამოდ რომ ისეთი ღონისძიება გამოდისო რა აი 80 საათებში გაჭირვება რო იყო და ერთი მეზობელი რომ სკამებს მოგასვთისო მეორე რაღაც გემრიელო ბიურო გაკეთებული იმას ვაგან მოგიტას მესამე პურზე წავა აი ზუსტად ეგრე გაკეთდა ეს ყველაფერი და ეგ ძალიან საამაყო და სასიხარულო არის იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენი ერთობის და სოლიდარობას ვწავლობთ რა საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ახლა რომელი თავრობა დარჩენილა სამუდამოდ ხო წავლენ ახლა კი გადის ცხოვრება და სამწუხაროა მაგრამ რეალურად ქართველი ხალხი ისე იზრდება ამ პროტესტში რომ რა მართლა მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხო ზოგი ჭირი მარკებელი ახლა წეგან უცბად დავიწყე და სხვა რაღაცაზე გადავედი რომ რასამ რომ არ ჩავთვალოთ ეს აი ამ ხალხის გაჭირვება ციხეში ჯდომა და ეს უბედურება მეორეს მხრივ სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება საქართველოს ეხა აზროვნება ყალიბდება ლაპარაკს სწავლობს საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო როგორც დემოკრატიული ის 30 წელი 36-17 წელი ნუ ავიღოთ ეროვნული მოძრაობის აი 88 წლიდან ნუ რაღაცნაირად გავიმართეთ ამდენი ომი ამდენი უბედურება გადავიტანეთ მაგრამ თითქოს აი ახალგაზრდა 30 წლის ბიჭი თავის ადამიანი თავის რაღაც გართობით ხო თავზე ხელაღებულ რაღაც იმას გავდით თითქოს მე დავღვინდით და აი ახლა ვართ იმ ფაზაში რომ ჩვენ გვჭირდება
გულანთებული მოქალაქეების მთელი ჯარი. ალბათ 51% რო ჩვენ ქვეყანამ დაიწყოს წინსვლა. კი ბატონო, კიდე ზუსტად ეგ ხდება რა, ეხლა ამ ყველაფრის ფორმირება ხდება რა რეალურად. აუ წეგან აი პატიმრებზე რომ საუბრობთ, ერთი ამბავი გამახსენდა. საპროტესტო კონცერტი ქონდა გამართული რუსთაველზე რა, არ მახსოვს რა იყო მიზეზად, გაზაფხული იყო თუ ზაფხული და ნუ უკრავდა აი პატიმარი არის ასევე სინისი ზვიადრატიანი, სოლიდარობა და მოკითხვა მას. მისი შვილი, რომელიც არის ფანტასტიკური მუსიკოსი, ლექსო რატიანი რა და როდესაც მორჩა სიმღერას, უცებ ქალბატონი ავიდა მიკროფონთან მივიდა ქალბატონი და ამბობს რომ აი ჩემი შვილიო, ზისო ზვიერთან ერთადო. და ეს ზვიერმა იმას წერილი მომწერა რა კარგი შვილი გაზრდა დიდი მადლობა და მე მინდა აქედან ვშხოვრო ზვიერ რა კარგი შვილი და რა დრამა თუ აი რაღაც რა უბედურება არის თან როგორი თფილი და რაღაცნაირი არის რა და ეხა ესეთ ერთობას და სიტფოს რომელსაც ეს ყველაფერი ქმნის ყველა 2 ახალი წელი ხო გატარებული რუსთაველზე ერთად ხო აკაცუკების დილიო და არ ქვიშენა აკაცუკებს რო გვეძახიან იქ ვინც მოდივა ხო ეს ხუმრობაა ყველაფერი ხუმრობა ისევ რომ ჩვენ რო აკაცუკებითაც აი რა კარგი აკაცუკები დგანან რა თქმა უნდა ხო მაგას ვამბობ რა ანუ ისეთი ის არის რაღაც აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები გახდნენ საпросто მეგობრები ვიღაცები დაოჯახდნენ ვიღაცები მალე აისხებენ ბავშვების მოყოლეს რომელიც იქვე არის დაორგანიზებული და ხანა მოზიარობა გახთა ერთ-ერთი თანამოაზრეობა გახთა ყველაზე დიდი ღირებულება მაგალითად ჩემთვის. კი ბატონო. ადამიანთან შემიძლია ჭიქა ავწიო და ველაპარაკო თუ ის იმ ღირებულებებს ატარებს თუნდაც რო თქვა და ვინც აი რუსთაველზე დგას. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა ხსნისა ხო სამოქალაქო ცნობიერების პრობლემების გაგების ემპათიის და არა იმისა რომ მე ჩემი საქმე მაქვს და მე არაფერში არ ვერები. კი ბატონო, ხო, ეგრეა ზუსტად. ხო, იმიტომ რომ არ არსებობს რა სხვისი საქმე და შენი საქმე. რა თქმა უნდა, ერთი ტაქსით მოვდიოდი ზუსტად სხდომაზე მუსიკოსთან. ხო და ტაქსით მითხრა რომ მე პოლიტიკაში არ ვერევიო რა, ნუ ჩემი რელიგია მიგძალავს რაღაცა და მე ცოტა ხანში მოაყოლა ესეთი რაღაც რომ როგორ მიაკითხა მას პოლიტიკა. ხარი შენ არ ერევი პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკამ შეხო მოგაკითხა და დაგიკარგუნა კარზე. და რამდენი პრობლემა შეგიქმნა. კი ბატონო. ხო და ეს ერთმანეთშია პოლიტიკაში მეც არ ვერევი. მე ვერევი ჩემი ქვეყნის იმ საქმეში, რომ მინდა ჩემმა შვილმა, ჩვენმა შვილებმა და თელმა ჩვენმა ქვეყანა ამოისუნთქოს და დემოკრატიული ღირებულებებით, ჰუმანური ღირებულებებით, ადამიანის უფლებების დაცვით წინ იაროს. კი ბატონო, ზუსტად. ამისთვის მღერით, ამისთვის წერთ, ამისთვის ვირჯებით, ამისთვის ხა ზოგი ადამიანი რაღაც მართლა ისე გვიყურებს, რომ რაღაც ნუ არა რომ ხო, ეგეც ოკეია, ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ გვაქვს იმის მიმღებლობა, რომ ვიღაც ადამიანები შეიძლება ისე არ ფიქრობენ როგორც ჩვენ რა და კარგი, თუ რაღაცა ნუ ფიქრობენ ეგ არის და ზუსტად ევროპაც ხო ეგ არის რეალურად, რომ ყველას შეუძლია იყოს ესეთი როგორიც არის რა, მთავარია რომ ერთმანეთს რაღაც არ დააზაროს ერთმანეთს არ დაასახიჩროს და არის მოსასწრაფო რომ ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის მიღება რეალურად აუცილებელი არის რა აქ ერთი უბრალოდ ის არის რა მიზანი ის არის რომ ეს მთავრობა რომელიც ეს იქნება თუ სხვა პოლიტიკური ძალა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს ან როდესაც ამდენ შეცდომას უშვებს და ამდენ ცუდს აკეთებს აქ უკვე ანუ მე მესმის რომ ძალიან სამწუხაროა ეგ ჩემთვის მაგრამ მესმის რომ ამ ხელა ამდენ 10 წლეულების მერე რუსეთის ქვეშ ყოფნის მერე არიან აქ ადამიანები რა თქმა უნდა ბევრი ვისაც ეს რუსეთი გონია რომ უკეთესი გზა არის რა და ეს უფრო ურჩევნია რა და მე იმ ადამიანის მიღება შემიძლია უბრალოდ მე ვერ დავთმობ ჩემი შვილის და ჩემ მომავალს და ამიტომ მე ჩემსას გავიტან მან ორი ტიპის ადამიანია რა აი მოდი ვთქვათ რომ ზუსტად ჩამოვყალიბდეთ არის ადამიანი რომელიც შეცდომაშია შეყვანილი აი ამ მასიური სატელევიზიო დაბომბვის და ამ მუდმივი პროპაგანდის შედეგად და იმასთან მეც პრობლემა ნამდვილად არ მაქვს პირიქით ძალიან მინდა რომ აუხსნა კიდეც და ველაპარაკო მივიღო მე მინდა რომ დაინახოს რა კარგი იქნება ეს თავისთავად მეორე კატეგორია რომელიც
ამას განზრახ აკეთებს და მე იმასთან ვერ მე იმასთან უკვე სხვა რაღაცა. ხო, ეს არის რომელიც განზრახ აზიანებს თავისი პირადი განდიდებისთვის, პირადი ფინანსური და ფაქტიურად სამშობლოს ეგეთი ძალიან ბევრია. ხო, და აი მე მაგ კატეგორიასთან უბრალოდ არა, ნუ ეგ ახლა გასაგებია მე იმ კატეგორიაში შეიძლება ესე ვერ ვიმეგობრო ძალიან, მაგრამ მე იმას ვუყურებ, ჩემს მისაღებია რა, რომ სხვანაირად ფიქრობს ადამიანი რა, როგორ მნიშვნელოვანი თემაზეც არ უნდა იყოს, მაგით რომ მოვიყვანე ეს მაგალითი რა კონკრეტულად რა. უბრალოდ ნუ ეგ არის რა, ზუსტად დასავლური ღირებულებები ხო? და ეგ არის რომ ანუ შენ შეიძლება არ ეთანხმებოდი არაფერში საერთოდ ადამიანს, მაგრამ შენ იმ ადამიანის ღირსებას არ შევახო. მარტივად რო ვთქვათ რა, ეს არის საერთოდ არ გვინდა ღირსების შელახვა არავისი, ხო? აქეთ გველახება ღირსება და არ უნდა დავემსგავსოთ დავუშვათ. ხო, გველახება ღირსება კი არა, ვაფშე საერთოდ წაგვართვეს ქვეყანა რასაც ქვია. ქვეყნის ევროპული მომავალი, რაც არის ის სისტემა, რომელიც უბრალოდ ნორმალურად ამყოფებს ისეთ ადამიანებს, და მარტივად რო ვთქვათ რა, ვისაც არ ყავს აი შვილი ჩვენ ხელა რომ მოუვაროს მოხოს დედას ან გადაუხალან უამრავ ადამიანს რა უამრავ გაჭირს ეს სისტემა ამყოფებს კარგად რა არ მოშივდებათ არ მოწყობდებათ წამალი ექნებათ და სახლი ექნებათ და სახლში სიყინვა არ ექნებათ რა უწყობა და უშუქობა ეგ არის რა საერთოდ პრობლემა ოთო რაშია იცი საზოგადოების აი ამ პროპაგანდას რომც ვახსენეთ რომ ზოგადად ჩვენი საზოგადოება ვერ გამოვიდა საბჭოთა პერიოდის ახმელი და დავარქვათ ესე ბჭყალებში ხო ანუ ძალიან ბევრმა განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენელი ხა მე 46 წლის ვარ ჩემზე უფროსებმა ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცის სამოქალაქო საზოგადოების არსს ვერ წვდება ანუ იმიტომ რომ მათ რაღაც გარკვეული ჩამოყალიბებული პერიოდი, როცა ყალიბდება ადამიანის აზროვნება არის საბჭოთა კავშირში, სადაც არ იყო ეს. ამიტომ ეხლა მე შეიძლება ისეთ რამეზე გესაუბრო, რასაც შენ ვერ ხედავ და საერთოდ არ იცი? ვერ გძნობ. ჩვენმა თაობამ ეხლა 90-იანების თაობამ პირდაპირ აი ჩვენ ფაქტიურად გამოვიარეთ ყველა დღე დაწყებული 88 წლის და 99 წლის 9 აპრილიდან მე ნუ აი უკვე ამ თარიღს რო ვახსენებთ რამდენი რამე გამოვიარეთ რა როგორ იქმნებოდა საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები რა იყო მისი ფუნქცია ეს ყველაფერი როგორ ვითარდებოდა სახელმწიფოსთან პარალელურად რომ სახელმწიფო ეკონტროლებინა მაინც როგორი თავისუფლება იყო მიუხედავად უბედურ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, როცა საშინელი სიტუაცია იყო კრიმინალური, სოციალური ხო, მაინც ვიცოდით საით მივდიოდით. და ძნელად, უბედურებით მაინც წინ მივდიოდით. შემდეგ მეორე მთავრობა იყო ხო, ნაციონალების ვარდების რევოლუციის შემდეგ. იქაც ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ხო, ადამიანის უფლებების მხრივ, მაგრამ სახელმწიფო შენდებოდა და ძალიან ძნელია ახლა როცა შეცდომა შენ დაუშვათ ტყავზე გადაიტან ხო მე შეიძლება არ გადამიტანია ვიღაცამ გადაიტანა და იმას უთხრა რომ შენ ეს მოგწონდეს მაგრამ ზოგადად რას ვფიქრობ რომ ქვეყანა მაინც მიდიოდა დასავლური მაინც კი არა მაშინ წავიდა ხო მაშინ წავიდა და უბრალოდ მაინც სიტყვა იმიტომ თქვი რომ შეიძლება პარალელურად ადამიანის უფლებები დემოკრატიის ხარისხი იწევდა მაგრამ ორიენტირი იყო დასავლეთისკენ და ესეც ქვეყანას რამდენიმე წლის იყო ისე ვერ გამოდის შეცდომების გარეშე. ეხლა რა ვიცი, ეხლა უყურებ რომ მივდივართ ისე რუსეთის ორბიტასკენ თან დიდი იმეთი. ხო, რომ ვიქცეთ რაღაც რუსეთის სამზარეულოდ ხაჭაპური, ხინკალი სიმღერა ცეკვა. დღეს შემხვდა ვიდეო Instagram-ზე თუ Facebook-ზე არ მახსოვს, რუსი წყვილი ესე selfie-ის ვიდეოები ვიწერენ და რა უბედურება არის რომ თელ თბილისში ეს ევროკავშირის დროშები რა რუსეთის დროშა რატო არ არის ვითო აი ეს იმას მიდანზე აქ ჩაწერილი ეს ვიდეო რა არ ვიცი ხო და ეგ ყველაფერი იქნება თან ცოტა ხანში მე ხა ხვალზე ალბათ არ იქნება მაგრამ იქნება და ისევ ჩვენ თუ მივალთ და ჩამოხდით იმიტომ რომ აი ხალხი არის უკვე ისეთი ვინც აი უბრალოდ მაგაზეც აღარ შეწუხდება რა რომ რუსეთის დროშები ეროს ეგიდოს
ჩამორჩობილი საქართველოს. ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმ რუსული პოლიტიკის, რომ კი, მარტივად ესე ყოველგვარი იმის გარეშე ჯარი და ეს რა შეჭირდებათ. არ ვიცი ხო, აი ნუ რა ვნახოთ ახლა იქნება რაღაცა ცოტა დასავლეთი მგონი გაბრაზდა და იქნება რაღაცა ისეთი კატასტროფა ხდება, ბუნებრივია, ომია ყველგან. მეცინაზე მეცინება, იცი ახლა გასაცინია, მაგრამ დღეს მიდის ესეთი სოციალურ ქსელებში და ნუ ტელევიზიაზეც პროპაგანდა, რომ აი საჰაერო სივრცეები აქეთ იქით ყველგან ჩაკეტილია და თურმე საქართველოს თავზე დაფრინავს მთელი სამყაროს თვითმფრინავები. არა და ამ პროგრამაში როცა აპატარავებ მართლა დიდი თვითმფრინავები ჩანს საქართველოს თავზე და როგორც კი ზუმს გაზომა იქ ზუსტად ჩანს რომ ქვედა მხარეს სამხრეთით ის თვითმფრინავები დაფრინავენ რომლებიც მაგალითად ჩვენს რეისებს ასრულებენ და დანარჩენი სომხეთი და ჩვეულებრივად მიდის. მაგრამ ამით კიდე რომ აი ჩვენ რაღაც ნეიტრალიტეტი ვართ. ნეიტრალიტეტი საქართველოში არ გამა. ნეიტრალიტეტი რო კონდეს შენ უნდა გითვალისწინებდნენ. ანუ ნეიტრალიტეტი მე არაფერში არ ჩავერევი არ არის და ნეიტრალიტეტი ისე რომ იმანაც იცის რომ შენ ნეიტრალიტეტი გაქვს თორე აბა მოინდომოს. რა ნეიტრალიტეტი გაქვს? ნეიტრალიტეტი აქვს შვეიცარიას. ნეიტრალიტეტი ნიშნავს კბილებამდე შეიარაღებას პირველ რიგში და კარგ მოკავშირეებს. დღეს აი ხშირად ვამბობთ ამას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიხვდა ცივილიზებული სამყარო, რომ ჯერ ერთი 100 აღარ უნდა მოიქცნენ და შეიქმნა ესეთი კოლექტიური დაცვის ორგანიზაცია, როგორც ნატოა, ხო? ეხლა ძალიან ბევრმა ქვეყანამ მოახერხა და ნატოში გაწევრიანდა და ეს იმიტომ მოახერხეს, რომ მათ ერთი პირი ჰქონდათ, მათ ჰქონდათ ერთი სახე. არ იყო საზოგადოება გაყოფილი ამ საკითხისადმი. ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ჭამაში ჩვენ ძალიან პატარები ვართ ნატოს რო აინტერესებს ჩვენ რომ ნატო ჩვენ არა, ძალიან კარგადაც აინტერესებს თო კავკასიის ათვისებაზე. ხო, არა, ტერიტორიულად აინტერესებს უფრო. არა, ჩვენ პატარებზე არ არის. მთელი პრინციპი ხო ეგაა, რომ ჩვენი წილით, იმათ თავიანთი წილით. აქ უბრალოდ სხვა რამეზე ჩვენ თვითონ ისე დავჭამეთ ერთმანეთი, რომ ამ ერთი პირი რო არა გვაქვს, შესაბამისად ეს პროცესიც იწელება. ეგ ზოგადად ჩვენი ისტორიული პრობლემა არის რა. ეს ერთობა ძალიან გვიჭირს და აი ეს რეგიონებში, რა ვიცი, გვერდი რეგიონებში ერთმანეთს ეჯიბრებიან რაღაცა ეჯიბრებით უბრალოდ ეჯიბრებიან. თითქოს ორი ტიპი ცხოვრობს საქართველოში რა და ინდურ ფილმებში რო ერთი პოლიციელი ძმა და მეორე ბანდიტი და ხო და ეს არის რა ორივე ის გონია თან გაროჩი. ერთმანეთს ებრძვიან. ძალიან სუდი არის, მაგრამ აი რა ვიცი, ახლა ბოლოს რაღაც ერთობის იმედებით თითქოს ჩაისახა შევხვევ თავი, ახლა საზოგადოება. აი ძალიან სამწუხარო კიდე რა არის, ახლა გამოხსნა ეს ოპოზიციური პარტიები გაერთიანდა რაღაც დიდი ნაწილი რა, პრინციპში ახლა ვინც ამბობს თავს უდას ჩარი ყველა, იმიტომ რომ ახლა გახარეს პარტია შევიდა პარლამენტში, ხაზარიც არ ჩანს, არ არის მერტობაში არ ამგონია იყოს და ის არის, ანუ აი ეს ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა მაგრამ ეგ როგორც კი მოხდა Facebook-ზე სულ ხდება სტატუსები, რომ აუ ესენი მაინც ნაცები რაღაცა, ანუ უაზროსადები, რომელიც ნაცები თავში მე კომენტარი საერთოდ არ გავაკეთე, რომ რაც არ ვიცით იმაზე წინასწარ ლაპარაკს. არა, ისე არის, მე უბრალოდ ის მიხარია, რომ აი ერთობას რო ცდილობს ის და ამ დროს და მაგაზე ამ ერთობაზე რეალურად არ ლაპარაკობ, მე ლაპარაკობ, როგორც კი ეს მოხდა ხალხმა ეგრევე რა იყო ამის კრიტიკა. ხო, აი ეგ მე ვთქვი, იმიტომ ჯერ ვერც გააკრიტიკებ, არ იცი რა მოსდევს ამ კარგი თუ ცუდი. კი ბატონო, არა ხო, ბევრჯერ შეიშალა ოპოზიციას, მაგრამ ეგრევე კრიტიკის ქარცეცხლში ამის გატარება არასწორი მგონია რაღაცა. ეგეთ ჩვენი ხასიათია. ერის ხასიათია, ჯერ არ არსებულზე უკვე ხო, გადაულა, კი ბატონო. ხო და მე მინდა რომ აი რა ბევრი დრო არ გაგაჩენე და იქნებ ცოტა განათლებას ვისაუბროთ. შენ მუშაობდი სკოლის წიგნების რედაქტორად, ხო ბორტა? ხო, 2007 და 18 წლებში. ბატონო, მას შემდეგ ალბათ ეცნობი ხო ეხლა რაც სიბეჭდება რაც. საერთოდ ეხლა მარტო მუსიკაზე, ნუ ვიტყვით ეხლა მე ისტორიასაც ვასწავლე, ეხლა მუსიკის ისტორიას, მუსიკის სამყაროს უნივერსიტეტში ვკითხავ სალექციო კურსი არჩევითი, მაგრამ თვით სკოლაში ისტორიას ვასწავლე. ნუ სახელმძღვანელოების მხრივ რომ საერთოდ რეფორმა ჩასატარებელია განათლების
ორი აზრი არ არის, მაგრამ არა ამათ მიერ. ეს არა ამათ რეფორმას ხედავთ. ხო, ამათ დეფორმაა. თორე დაწყებული იმით რომ სახელმძღვანელოები ხა მეშვილები მყავს და სკოლაში რომ მიდიან, მეწოდებიან იმის გამო რომ ჩანთა არის იმ სიმძიმის, რომ შეიძლება ადამიანი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას ადამიანს. ამიტომ ეს სახელმძღვანელოები, ეს სახელმძღვანელოები არ პასუხობს საერთოდ ბავშვის განვითარების ასაკობრივ მეტყველებას, ანუ საერთოდ სხვა ენით არის დაწერილი. ეხლა დღეს ესეთი ჩავატარე ექსპერიმენტი მე-9 კლასში რომ 1917 წლის რევოლუციაზე გონდა თავი და ისიც უთხარი რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამის სწავლა, იმიტომ რომ აქედან დაწყებული პრობლემებს დღესაც ვიმკითმეთ კი რა, ამიტომ ყურადღება. ის ტექსტი რომელიცაც არის დაწერილი, ისეთი რთულია ხანდახან მეც კი მიჭირს რომ ის გავაგებინო და გუშინ ღამე დავჯექი და AI-ის ჯემინის დავაწერინე სწორი მივეცი და დავაწერინე და მივეცი რომ მე-9 კლასის ენით დამიწერე მეთქი. რამდენიმე მცდელობა სხვადასხვა მე შევერთი და გამოვიდა ისეთი კარგი რომ დღეს რო გავაცანი, ყველაფერი გაიგო. ხო, ანუ ამის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია რა. რა ვიცი ხა რეფორმაზე ჩვენ გადაცემა არ გვეყოფა ზოგადად რომ ვისაუბროთ იმდენი პრობლემაა თვითონ ამ კუთხით რა. კი ბატონო. ბავშვების დაინტერესება, დრო, რა ვიცი მე. იმდენი წელია სკოლაში. ხო, მოგეთ არის ალბათ რაღაც გადაცემები რო გაგზავნება, ეს გადაცემა კონკრეტულად აკაცუკების ნადიმი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მოვლენ იდეა ეგ არის რომ სხვადასხვა გავიგოთ, რავი, სად რა ვითარება არის და ხა მუსიკაში რა ვითარება არის, მაგაზე ალბათ საერთოდ ლაპარაკის მე ცოტა მწვენია რა, რომ აი ჩემ ქვეყანაში მაგალითად მუსიკალურ ქვეყანაში თან. ხო, არა, თან რა ქვეყანაში ეს ფედერაციის სტუმრები რო ჩამოვიდნენ ხალხურ სიმღერას რომ მოусმენს პირველ დღეს შოკში რომ ჩავარდნენ. დღემდე მაგაზე ლაპარაკობენ ზოგი და სწორავენ ამ სიმღერას და რა ვიცი რა ძალიან ის არის რა და ამ ხელა კულტურის მქონე ქვეყანაში ამ პროფესიას რო ყურადღება არ ექცევა მუსიკის მასწავლებლის ახალგაზრდა ასაკი რო 55 წელია, იმიტომ რომ ახალგაზრდებს აღარ უნდა დასწავლონ მუსიკა. არიან ხო ხა ეცეულები, მაგრამ ხო ხელფასი არა აქვს. ხელფასი არა აქვს, ფაქტიურად ეს ხელფასი არ არის, ეს არის დამცირება და თან ყველაზე უბედურება ისაა რომ ანუ მასწავლებლებსაც რო შევიშვათ კონკრეტულად ამ იმას მინიმალური სახელფასო ზღვარი კანონში წერია 20 ლარი 20 ლარი ანუ მე მაგ ლეგალური არა თვეში მე მაგ თითო ბავშვზე ხო არა ნახე საქართველოს მუსიკის მასწავლებლებს რა ლაპარაკობ აბა საქართველოს მინიმალური ანაზღაურება ხო არსებობს ეგეთი ცნება მე მაგალითად გუშინ ვილაპარაკებოდი სერბეთის მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარეს და იქ არის მინიმალური სახელმწიფო ანაზღაურება თვეში 650 евро ანუ მაგაზე ნაკლებს თვეში შენ დასაქმებულს ვერ გადავხდი რა მაგას არავინ არ უხდის უხდენ 1000 რაღაც 1200 ის როგორ რა ალბათ მაგრამ მაგას არავინ არ უხდის მაინც მაგრამ ეგ არის მინიმუმი მაგაზე ნაკლები არ შეიძლება რო გადავხადო რა ეგ არის მინიმალური სახელმწიფო ზღვარი საქართველოში ეგ თანხა არის თვეში 20 ლარი, იმიტომ რომ 99 და არ შეცვლია. ანუ ეგ ახსოვს ადრე შეიძლება ტელევიზორში ცხოვრდეს, ნახე ნანული შეურაცხ რომ გამოვიდა 14 ლარი როგორ არ უნდა იყოს დიასახლის თუ რაღაც. აი მაშინ იყო ეგ რომ მოხდა რა, დაახლოებით 20 ლარი ხა მინიმალური სახელმწიფო კანონში მინიმუმის მიუხედავად მაინც არ არის? საარსებო მინიმუმი რაც არის? არავის მანდ არის ჩაუხედავს. აი ამ 25 წლის თუ რაღაც განმავლობაში რა 30 წლის ანუ მინიმუმ და მაგიტომაც მუსიკის მასწავლებლებს ალბათ ეს 20 ლარი ბავშვი რა ხო სახელმწიფო მინიმუმი იყო თითო ბავშვი და ეგ ჩაფიქრება როგორ კარგია მაგრამ 6 ლარი რო იყოს თითო ბავშვი 6 ლარი ხო მინიმალური სახელმწიფო ზღვარი მაშინ ეგრე მოუწევდა გადახდა ხო არა მინიმალური სახელმწიფო საერთოდ საუბარიც არ შეიძლება არც არა აუცილებელი ზუსტად მაგაზე არა მე რა ვთქვი არც ჩემ ხელფასზე არ შეიძლება არა კატასტროფა გვაქვს უნივერსიტეტში ხო ასწავლე ხო რამდენი თუ საიდუმლო არ არის რა აი ხა ერთ ჯგუფში ვიღებ 151 ლარს ერთ ჯგუფში ხო თვეში
ხო, თვეში, გამოდის 12 ლექცია. ლექცია სემინარი. ორ ჯგუფში 282 ლარი. ეს ერთ ლექციაში ამბობ? არა. თვეში გამოდის 24 ლექცია, ჯამში და 282 ლარი. ხო, და ჩვენ მქონია ფინანსური ზრდა. რა ვიცი, ეკონომიური მე-9 წელია ეს ხელფასი. მე-9 წელია, კი ბატონო. ხო და აბა რაზე შეიძლება ხა განსაკუთრებით ჭირს ზოგადად ჰუმანიტარული კულტურის აი ამ მეცნიერების ჰუმანიტარულ დარგში ვინც რამეს აკეთებს ყველა არის ძალიან სოციალურად ძალიან გაჭირვებული იმიტომ რომ გიწევს 2-3 სამსახურში და ეგეც გეგრძელება უკვე ხო ეგეც გეგრძელება ხო მე რა უნდა ვაკეთო ისე ვამბობ უჩაში რომ დავუკრარჩო. აბა მანდაში ვარსობ, რა კუჩი მიგე და უკვე. ნუ ჩვენი სამოქალაქო ცნობიერება ჯერჯერობით, ნუ ეხა ყველა სოციუმს არ გულისხმობ, მაგრამ ვერ გაცდა მუსიკანტი. ხო, სხვათა შორის ეს ძალიან დიდი პრობლემა არის, კი ეგ კრებაზე რომ მუსიკოსი და საკვები ერთად განიხილება. ხო, ზუსტად. ჯერ საკოლს არჩევენ და მერე რაც რჩება, მაგით რამე ბენზინს ქირავენ. ხო, მაგაზე მერე რა ქირაშვება, მაგით აპარატურას თუ მოვა რა, თუ არა და ისე იმედი. ხო, ანუ ზოგადად ეს ის რომ მუსიკოსი რა, გართობის ნომინაციაში გადის და არა სულიერი საზრდო. ხო, ყველაზე ვერ იტყვი და იმიტომ რომ ყველაზე არ უნდა ითქვას, მაგრამ ყველაზე ესეც არ უნდა ითქვას. ხო, რა თქმა უნდა. მე ზოგადად მასიურ და უმრავლესობას გულისხმობ, თორე ახლა კარგი მსმენელის არსებობს, კარგი გადახვდების არსებობს და ეს არის უბრალოდ ძალიან ცოტა. ხო, არა, ეგ არის, ხო, ეგრე არ ზომავთ ჩვენ რა როგორ ხდება, რომ ძირითადად როგორ ხდება, ეგრე ხდება რა. თორე ხ გამომგესები არის, რა თქმა უნდა, ეგრე არის რაღაც ადგილები, სადაც ჩვენს გქონდა რაღაც როგორც პროკავშირის შედაგებები და გამოვასწორეთ რაღაც გარკვეული პირობები. ხო, ეგ ხდება და ეს ისეთი შრომაა, რომ ეგ სულ საჭირო იქნება, იმიტომ რომ უკეთესზე ახლა ფედერაცია და ევროპა მაგალითად ახლა ამ კრებაზე ორივე უნივერსიტეტებოდით ნერვიულობს ხელოვნურ ინტელექტზე და როგორ იგზავნოს მუსიკოსმა მუსიკალური ინსტრუმენტი თვითმფრინავში რომ არ დაულეწოს იმან და ანუ ისეთ რაღაცებს ნერვიულობენ რაც ჩვენთან სასაცილოა ჯერ ლაპარაკიც რა იმიტომ რომ მეტონა მერქნის კანონი მერქნის შესახებ რომ არ დაზიანდეს ფლორა ფაუნა ზოგადად რომ შენი ინსტრუმენტები არ აწარმო იმაზე მეტი არა აი ამის ნორმატიულ აქტზე რო ზრუნა ესე იგი განვითარების რა საფეხურზე იმყოფება ეს იმას ნიშნავს რომ ანუ იქ სადაც ამაზე ფიქრობ ხო არავის არ შეაეპიროვი ძალიან ისე შეშეთქვის რა ანუ ეგ არის ზუსტად მაგენ მივუტვით რომ ისეთ რაღაცებს მიუხედოთ და ისე დავუხოდოთ სხვა ხო ჯერ როგორც ხარ ადრე დავიდანაც ვთქვით ბავშვები ვართ რა 35 წლის რაღაც სიარული ვისწავლეთ და ეხლა ვსაუბრობ ლაპარაკს რა აი პროკავშირები დამოკიდებელი რომ ფუძდება სამოქალაქო საზოგადოებები რომლებსაც ამ ორივე ამ ერთობას ფრინად გვირწყავს ეგრევე ის უსული კანონებით ემის სახელმწიფო ხო დავაკვირდეთ რა პროკავშირებს სამოქალაქო საზოგადოებას უნივერსიტეტებს რომლებიც ნახეთ როგორ საინტერესოდ გააკეთეს და STU-ს ვაერთიანებთო მაგაზე ამბავ ეყლებით რომ გაიტანა ხალხმა თავისი ხო მაგიტო იყო რაღაც კოცი საზოგადოების ნაწილიც რომ ამ მხარეს გარო აი გავაერთიანო და ანუ ზუსტად მილიონერს და ამოაცალეს საარსებო საერთოდ ყველაფერი იმიტომ რომ 92% შეამცირეს თუ ვარსტები რასაში 80 ანუ დახურეს ხო ამ ხელა ტრადიციების და კულტურის ქონა უნივერსიტეტის ჯერ სამოქალაქო საზოგადოება დახურეს პირდაპირ ეხლა განათლებას და აკადემიურ თავისუფლებას ართმევენ ყველას ანეიტრალებენ ვინც კითხვას დასვავს ვინც ხმას აიმაღლებს მე ადვილია ეგეთი სტუდენტის და ლექტორის მართვაც რომ აბა შენ რა გინდოდა გარეთ კიდე ერთხელ გახვალ და დატოვებ უნივერსიტეტს აი სისტემაა ეს რა რომელიც ეს არის მახინჯის სისტემა და ისტორიამ უკვე გვანახა რომ ასეთი მახინჯის სისტემები აუცილებლად თავდება. კი ბატონო, გადახედე რუახლეს ბელორუსის ისტორიას მაგალითად. გასაგებია რომ რუსეთში ჯერ ეს ვერ დამთავრდა, მაგრამ რუსეთის სხვა მასშტაბის ბოროტებაა და იმედია მალე დამთავრდება და ის ბელორუსიაც ამოისუნთქებს. იმედია რუსეთი მალე დამთავრდება. არ არის კაი ქვეყანა. სამწუხაროდ და კაი ხანიათან არ არის კაი ქვეყანა. საკუთარ წელებს რა უქნეს ან მუსიკოსებს ან საერთოდ რა ყველა გააქციეს ვინც არ მოკლეს გააქციეს ხო ვინც კი ჯანსაღად აზროვნებდა ხო თავისთავად ხო თორე ვინც ახლა კარის იყო ყველა დარჩა ეს უბედური რა რქვა ხო ეკო ყველაზე ბევრს ამბობს რა მოკლედ ეს არის
სულ რო იყოს ყველაზე კარგი ქვეყანა, ყველაზე მეტად უფრთხილდებოდეს ქვეყანა თავის ხელოვანებს, მეცნიერებს და ყველას ხო და არა მარტო რაღაც ნაწილს, რომელიც ხმას გაძლევს ან შენსკენანი. ყველაფერს თავი დავანებ, როდესაც ქვეყნის ჯარი გიდგას ქვეყანაში, იმ ქვეყანას ის მიმართ სიმპათია არის ძალიან უცნაური მოვლენა, ხო? ალბათ. ძალიან ის არის რა, სულ რო აი მართლა ტოლსტოისა და დოსტოევსკის გარდა არაფერი არ ქონდეს საკითხული, ჯარი გიდგას ქვეყანაში რა, დამთავრებული არის რა. და ამას მეორე მხარეს არის ევროკავშირი, რომელსაც უნდა რომ იყო განათლებული, თავისუფალი, ლაღი, მაძღარი და შენ კი არა მარტო ვინც სიყვაზე ჩვენ ვინც მაგ მხარეს ვართ ხო აი ამ ქვეყანაში არამედ შენც ვინც ამ მხარეს არ ხარ და ვისაც გიყვარს ეს ქვეყანა რომელიც ჯარისკაცებიც გიდგას სამშობლოში და რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი სამშობლოს ალბათ უკვე 20%-ზე მეტი არის იმდენი ხანია გრძელდება ამ ღობის გასაწევად. ტვინების ოკუპაციაც კიდე ტვინების ოკუპაცია, პარლამენტის ოკუპაცია, რავი, კაფე-ბარების ოკუპაცია, საერთოდ ანუ ეს ყველაფერი ის არის მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა მოვა და იმედია მალე მოვა ის როდესაც ეს მთავრობა აღარ იქნება ეგრეთ წოდებული მთავრობა აღარ იქნება ამ ქვეყნის სადავეებთან რა. ალბათ მაშინ გამოვლენეს პატუცემულები ბარებისნეულის შროსხედან და ეტყობა რომ ჩვენ მათ უფლებებს ვლახავთ. არ ვიცი ხო, ну მოკლედ ის არის ძალიან ძიმე ვითარება არის და ესეთ მომენტებში ძალიან საჭირო არის ჩვენი ერთობა. ზუსტად რა და იმედია რომ ამას გავიაზროთ და ერთად დავდგებით. ხო, რა ვიცი. იმ მოსაზრებასაც გამიგზავნა ცოტა სიტყვა უკაცრავად, მაგრამ იმ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რომ ანუ ეს სანამ არ მეცოდინება ვინ მოდის, ეგ არის აბსურდი რა, იმიტომ რომ ეხა არის პრობლემა რა, ეხა შენს კი რომ მორბის რაღაც ველური დიდი შუბით, შენ იმაზე არ უნდა ფიქრო, არ ფიქრობ რა, რაღაც საერთოდ ორი ადამიანი, როდესაც კამათო, ეხა ჩვენ არ ვკამათობთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთ აზრზე ვართ და ერთ ღირებულებებზე ვართ, მაგრამ როდესაც ორი ადამიანი კამათობს და ეს კამათი გრძელდება დაუსრულებლად, რაც არ უნდა არგუმენტები მოვიყვანო, იმანაც თავისი მოიყვანო და ვერ თანხმდებით. ასეთ დროს, როდესაც ვერ თანხმდებიან ადამიანები, მესამე ადამიანს ეძახიან, ხო, რომ რაღაცნაირად შეათანხმოს. ეს ჩვეულებრივი ურთიერთობის ფორმაა. დაახლოებით იგივე რამე შეიძლება ჩვენ გადავიტანოთ აი ამ სამყაროში, რომ როდესაც შენ ქვეყანას ეუბნებიან, რომ რაღაცა სწორად არ აკეთებ, ხო? აი მაგალითად დემოკრატიული ქვეყნები პირდაპირ ევროკავშირის სახით იქნება თუ ევროკომისიის ეუბნებიან, რომ ეს დარღვეულია, ეს ადამიანის უფლებები, ასე თუ გააგრძელე, მაშინ ჩემთან ვერ იმეგობრებ, ხო? ამას როცა გეუბნება, ხოლო მეორე მხარეს ამ საქციელს უქებს, მაგალითად რუსეთი უქებს, ხო? ხან დუგინი გამოვა, ხან ის გამოვა, ხან და აქტუალებულები არიან ამ პოლიტიკით. ესე იგი, აქ რა არის? შენ როცა ვერ არკვევ კეთილსა და ბოროტ, ძალიან მარტივად შეგიძლია ნახო, თუ შენთვის მისაღებია, ესე იგი მოქებარი მხარე, ესე იგი შენ პირდაპირ ყოფილ ხარ იმ მხარეს. შენთვის ესე იგი დემოკრატიული ღირებულებები მიუღებელია, ადამიანური, ჰუმანური ღირებულებები მიუღებელია და ხარ ისევე ავტოკრატი, იგივე დიქტატორი, როგორც დაუშვათ აქეთა მხარე. და შენთვის თუ თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს ყველაფერი ღირებულია, მაშინ შენ აქეთ მხარეს დგა ხარ. აი მეტი ისეთი ახსნა ამას არც სჭირდება რა. კი ბატონო. არა და ხანდახან იმდენი ხანი მოგიწევს ვინმესთან ტვინი გაგეღუნება, ბოლოს ხვდები რომ საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგო, ისე თავის აზრზე დაისწრება რა. ხო, ძალიან რთული ადამიანმა რაღაც გაიგოს, როცა არ უნდა. როცა არ უნდა, ხო. ხო, არა და რეალურად ხო, აი, კაია, ცოტა სევდიან, მაგრამ ისეთ საინტერესო ნოტაზე დავამთავროთ ალბათ. ჩვენი გადაცემა. ხო, დავამთავროთ იმ იმედით, რომ მოდის გაზაფხული, ხალხთა გაზაფხული და ხალხი გაიმარჯვებს. იმიტომ რომ ხალხი იბრძვის უკეთესი მომავლისთვის და ხალხს უფლება აქვს იბრძოლოს უკეთესი მომავლისთვის. კი ბატონო, ნამდვილად. ეს იყო აკაცუკების ნადიმი, მადლობა ლევან რომ მობრძანდით. მადლობა მაყურებლებს და დროებით.
მოხმარებით.